ჩვენ ახლა ვიყოფებით მუშტაიძის ბაღში, ეს ისტორიული ბაღი არის თბილისის. იქ ერთ დღეს ერთ სპარს კაცს გვარად მუშტაიძს შეუყვარდა ქართველი ქალი და აუშენა, უпростоრად გაუშენა მთელი ბაღი და აჩუქა. საინტერესო ისტორიაა, რომ აქ ძველი თბილისის დროს უამრავი, აი ყველანაირი ადამიანი იკრიბებოდა, აი მაგალითად ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან არის, აქ იყო კაფე, სადაც პოეტები, მწერლები, მსახიობები იკრიბებოდნენ და აი ეს აქტრისა მარგარიტა, რომელიც აი ცნობილი ტილო არის, ნიკო ფიროსმანაშვილის, აი აქ აჩუქა აქტრისა მარგარიტას ის მილიონი ვარდი ნიკო ფიროსმანმა და უბრალოდ გარეთ იყო, ძველი ფოტოებიც არსებობს, იქ გამოდიოდნენ და მღეროდნენ და დროს ატარებდნენ, ესე ვთქვათ. ამ მოედანზე თვითონ აი ხა რასაც უყურებთ, აქედან თბილისში პირველად გაფრინდა საჰაერო ბუშტი. ესეთი ფრანგი არც ვიცი როგორ დავარქვა, ადამიანი იყო ჟან ბედე, რომელმაც ააწყო მთლიანად ეს საჰაერო ბუშტი და აი აქედან გაფრინდა. და გარდა იმისა, რომ მატარებელი არის, რომელიც უკვე საუკუნეს ითვლის და დღემდე დადის მუშტაიძში, მუშტაიძის წრეს სურტყავს, უამრავი ისტორია არის ამ ბაღთან დაკავშირებული. და ჩვენ აქვე არის მოძრაობის თეატრი. სადაც ახლა ჩვენი სახლი არის, ჩვენი ხელით აშენებული თეატრი და მობრძანდით და განახებთ შიგნით რა ხდება. ქართულ სათეატრო რუკაზე მოძრაობის თეატრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ მისი ისტორიის, არამედ მისი სპეციფიკურობის გამო. მოძრაობის თეატრის არსებობა კახა ბაკურაძის სახელს უკავშირდება. პანტომიმის დასის მსახიობმა ევროპაში ხანგრძლივი მიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ თვისობრივად ახალი თეატრი შექმნა. ერთი წელი დამჭირდა, რომ გამერკვია რა ხდებოდა საკუთარ ქალაქში. და კიდევ უფრო დავკონკრეტდები, რომ რა ხდებოდა ქართულ თეატრში იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ 90-იანები მოგეხსენებათ როგორი წლები იყო მთლიანად საქართველოსთვის. და როცა მივხვდი, რომ ყველა ადგილი შევსებულია და დაკავებულია და ასე შემდეგ, ავდექი და გავხსენე ქუჩის თეატრი. ეგრეთ წოდებული მოხეტიალე თეატრი და დავარქვი მოძრაობის თეატრი. სოფლიოში ფიზიკური თეატრები აღმავლობის ხანაში არიან და მათ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თუ ამერიკაში მიუზიკლი დომინირებს, ევროპაში ცეკვისა და მოძრაობის თეატრი ჭარბობს. როცა დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მაშინ არც ერთი მოძრაობის თეატრი არ არსებობდა. ავდექი და გავხსენე ესეთი თეატრი, ამ წუთში 16 წელი გავიდა და ამ წუთში 5 თეატრი არსებობს. ჩემი მოწაფეები, რომლებიც გავიდნენ თეატრიდან, ანუ ჩემთან იმუშავეს კარგახანს და მერე გავიდნენ და თავიანთი პატარა თეატრები გახსნეს. იმედია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება და სადღაც 20-25 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთი 5 თეატრს მივიღებთ, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს ქალაქში თუ ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს და საერთოდ კონკურენცია აღიქმება რაღაცა სხვა კონკურენცია სხვა მნიშვნელობას ატარებს ჩემს ქვეყანაში, ვიდრე სინამდვილეში ეს რა არის. აქედან იწყება უკვე მოძრაობის თეატრი, ეს კაფე. აქ არის ჩვენი ფოიე, კაფე, სადაც ჯაზის კონცერტები იმართება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს.
ბატონ რეზუ კიკნაძე, კონსერვატორიის რექტორი, თავის ახალგაზრდა ბენთან ერთად უკრავს ხოლმე ჯაზს. ოთხშაბათობით გვაქვს ხოლმე ტანგოს საღამოები, არგენტინელი წყვილი არის, პროფესიონალები, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მასტერ-კლასებს იძლევა ხოლმე ყოველ ოთხშაბათს და საკმაოდ ბევრი ადამიანი დადის, რომ ეს ტანგოს დაეუფლოს. თვითონ კაფეში ახლა თქვენ თვითონაც ნახულობთ რაღაცნაირად არანაირ სტილში არის ახლა კაფე და არის უამრავი ნივთი, ნაჩუქარი მეგობრების, ისე ვთქვათ ძველი აი ეს 15 წელიწადი რაც ვიხეტიალეთ, რაც მოგროვდა და აი მაგალითად ახლა აი ეს ბოძები, ეს საყრდენი ბოძები, გაზის მილები არის იქიდან გამომდინარე რომ არ გქონდა და ეს თუმცა გამოდგება ეს სამშენებლობაში. აი ისინი ახლა ძველი ეს რგოლები, დასარტყამი ინსტრუმენტების გავაკეთეთ რომ მოაჯირის მაგივრობას წევს. იგივე არის იქით ამ ხარეს. აი ეს სცენა მაგალითად აი ეს პატარა სცენა რომელიც აქ არის და ყოველ საღამოს სხვადასხვა მუსიკოსი უკრავს ხოლმე ეს არის ერთი მსახიობის თეატრიდან წამოღებული თეატრი ვერიკო რომელიც ფიქრის გორაზე იყო და მაშინ უკვე როცა დაიხურა თეატრი შემდეგ გვაჩუქეს. ეს ნამდვილად ისტორიული სცენა არის სადაც ბატონი კოტე და ქაბოტონი სოფიკო თამაშობდა და არა მარტო ისინი, სხვა მსახიობებიც, ვინც იმ თეატრში მოღვაწეობდნენ. თვარიანი ღამე. წვიმიანი ხამე. სევდიანი თვალი. ღაბაღობით წრემლი. სიყვარულის ფერი. საყვარელი ქალი. ულამაზეს ხელებს ხანჯერასთან ზიხვი ამ წვიმიან ღამს ის არის ეგზუპერის პატარა უფლისწულის თვითმფრინავი რომლითაც ჩამოვარდა და მე ესე იმოგზაურა სხვადასხვა პლანეტაზე ზღვის ცხენი არის თვითონ კახა იძახის რომ მე ზოდიაქოთი თევზი ვარო და წლით არის ცხენი და ამიტომ ზღვის ცხენი ვარო. იძახის რომ მე დაკიდა თვითონ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ეს კამები არის მერი პოპინსიდან ესეთი სპექტაკლი იყო რუსთაველის თეატრში და შემდეგ უკვე რო ჩამოწერეს დეკორაცია გვაჩუქეს და მე ჩვენ ცოტა გადავაკეთეთ. შემიძლია გითხრათ წიგნებზე ბატონი ოთარ ჭილაძის ოჯახმა ერთ დღეს დაგვირეკა ჩვენი ახლობელი არის მათი სიძე ჩვენი მსახიობი არის და ერთხელ ამერიკეს და მითხეს რომ რაღაც რაოდენობა წიგნების გვაქვს რომლიცო უნდა ჩავაბაროთო და მე ვუთხარი რომ მეთქი თუ უნდა ჩავაბაროთ მაშინ მე წავიღებ მეთქი თეატრისთვისკო ეს არ არის სრული წიგნები რაც გამომატანეს იქ მე რო ჩავქექი რაც მომეწონა სხვაგან გადაინაცვლა მაგრამ ეს არის ბატონი ოთარის კუთვნილი ბიბლიოთეკა მაგალითად და ჩვენ გვაქვს ესეთი მომენტი თეატრში რომ ეხლა წიგნებს ჩვენ არ ვყიდით ტყუილად სილამაზისთვისაც არ დევს ეს არის რომ მაგალითად ადამიანებს რომელსაც წაკითხვა უნდათ და თქვა შესაძლებლობა არ აქვს შეუძლიათ რომ მოვიდნენ და წაიკითხონ ან მოვიდნენ თავიანთი წიგნი დაგვიტოვონ და წაიღონ ჩვენი წიგნი აი ეს რაღაცნაირად მოძრავი ბიბლიოთეკა არის ნუ აი ეს პირობითად რო ვთქვათ კინოპროექტორი რომელიც 16 მმ-იან ფილმს აჩვენებს გვაჩუქა ჩვენმა მეგობარმა, თეატრის მეგობარმა და ახლობელმა ადამიანმა, რომელსაც თვითონ მერაბ კოკოჩაშვილმა აჩუქა და ფაქტობრივად ესე მოგვიტანა, რომ მერაბის საკუთრება იყო და ეხლა თქვენო გჩუქნით, იმიტომ რომ ძალიან მოეწონა სივრცე და იქნებო აი მეც მინდა რომ რაღაცა გაჩუქოთო და სიამოვნებით მივიღეთ ეს საჩუქარი. აი ხა შეგვიძლია რომ გადავინაცვლოთ დარბაზში რომ დარბაზის დაგეთვალიერებინოთ. თეატრის განვითარების მამოძრავებელი ექსპერიმენტია, რომელსაც ყოველთვის მიმართავენ სპექტაკლების შექმნისას. ჩემის ხმარწმენით თუ ერთი ბეწოდოთ მოკლე ჭკუით თეატრი არის ადგილი, სადაც ფიზიკის კანონებიც არ მუშაობს, სადაც
სადაც ყველაფერი შესაძლებელია. აქედან გამომდინარე რაღაცა დოგმატური რაღაცების კეთება არ მიმაჩნია სწორად. ამიტომ ექსპერიმენტი ყველაზე კარგი საშუალებაა თვით გამოხატვისაც და სათქმელის კარგად თქმისას. ბუნებრივია მათ სიტყვის გარეშე აქვთ დადგმების დიდი უმრავლესობა და მოძრაობის თეატრის ერთობლიობაში დანახვა, როგორც პროცესი არავერბალურ სამყაროში ძიების, შეგვიძლია მას შემდეგ, რაც მოძრაობის თეატრს გაუჩნდა თავისი შენობა, რომელიც გამორჩეული არქიტექტურის არის და იქ იძლევა ეს სივრცე ძალიან ბევრი ექსპერიმენტის განხორციელების შესაძლებლობას. მე ვცდილობ, რომ რაღაცა ჩვენი ხელწერა დავტოვოთ. თუმცა თლაც ეგეთი ამბიციურების არა ვართ, რომ აი თუ ეს ჩემი ქორეოგრაფია თუ რაღაცა სისულელე ეს ყველაფერი რა. როგორც ჯობია, ისე უნდა გამოიყვანო. როგორც ხელგეწიფება და როგორც ამას განახობს სოციუმი, რომელიც ჩვენს გარშემოა. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე თეატრი არის ამის ყველაფრის პასუხი. სხვათა შორის მოძრაობის თეატრი არ მუშაობს მხოლოდ არავერბალური მიმართულებით, მის რეპერტუარში არის რამდენიმე დრამატული თეატრის სპექტაკლი და უფრო მეტსაც გეტყვით. ამ თეატრში მოხდა არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდა, ეს არის თეატრს პლუს ოპერა, სადაც შექსპირი და მისი საოპერო დადგმები, შექსპირის მიხედვით, რომელიც რეჟისორმა ხათუნა ბედელაძემ გააკეთა და იყო ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ზოგადად თეატრალურ სამყაროში. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სპექტაკლია ინტრო და მე ვთვლი, რომ ამ თეატრის სავიზიტო ბარათიც არის ინტრო. ინტრომ დააგროვა ვფიქრობ და ამ სპექტაკლში გამოვლინდა მთელი გამოცდილება, რაც შეიძინა კახა ბაკურაძემ თავის არავერბალურ ძიებებში. ინტროში ეს არის სპექტაკლი სამგანზომილებიანი, სამ სივრცეში თამაშობს და სამი მიმართულებით. და ძალიან შთამბეჭდავია, მაყურებელსაც ახდენს ძალიან დიდ შთამბეჭდილებას. ჩვენი ქართული მოძრაობის თეატრი, რომელიც შექმნა კახა ბაკურაძემ, არ გავს სხვა მოძრაობის თეატრებს. იმიტომ რომ ტიპიური წმინდა მოძრაობის თეატრი არ არის. აქ არის ნაერთი დრამატული თეატრის ხერხების, პანტომიმის თეატრის ხერხების, აქ არის ფიზიკური თეატრის ელემენტები და აკრობატიკა. ჩართული ერთდროულად და მოძრაობა. ამიტომაც ამდენი მიმართულების სინთეზია და შთაბეჭდილებასაც შესაბამისად ახდენს. ვიღაცაზე უკეთესი ვარ თქვა არ მინდა ამისი თქმა რა. მე ადგილობრივი პაპუასი ვარ და მე ამ ფესვებზე გაზრდილი კაცი ვარ. მე ვცდილობ რომ მქონდეს თანამედროვე თეატრი. მე ვცდილობ რომ გავერთიანო სხვადასხვა ჟანრები თუ შეიძლება ესე ითქვას. ვცდილობ ერთ სივრცეში შევყარო ყველა მიმართულება. თეატრი, სადაც მუსიკა სრულდება ცოცხლად. ეს ჩემი მოგონილი არ არის, მე არ ვიბრალებ ამას. ეს დიდი ხნის უკან ჩვენზე ჭკვიანმა ხალხმა გამოიგონა, მაგრამ მე რატომაც დავიწყებას მიეცა და მე ახლა რაღაცნაირად ყველაფერი ახალიო, კარგად დავიწყებული ძველიაო, ამიტომ ბევრი ძებნაც არ დამჭირვებია იმისი, რომ რაღაცა იცით რა მე ეს მოვიგონე და ეს ჩემია, სისულელეა ეს ყველაფერი. არაფერი მე არ მოვიგონე. მე უბრალოდ კარგად ვისწავლე, კარგი მასწავლებლები მყავდა, კარგად მასწავლეს და მე არ ვიყავი ცუდი მოწაფე და კარგად ვისწავლე ის, რაც უნდა მესწავლა და აქედან გამომდინარე შრომაც არ დამიკე იმისთვის რომ მქონოდა საკუთარი პატარა თეატრი და თამამად და გახსნილად ვიზახი რომ მე მაქვს თანამედროვე თეატრი.
ვცდილობ გავიმეორო ის შეცდომები, რა შეცდომების დაუშვა ქართულმა თეატრმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში. ვცდილობ აქედან მხოლოდ პოზიტივი ავიღო, ცხოვრებიდანაც პოზიტივი ავიღო და ვცდილობ რომ მქონდეს ისეთი თეატრი, სადაც ადამიანი მოვა, გაერთობა, დამშვიდდება, დაწნარდება, დაფიქრდება. და დილას აი ესე დაშვენებული თუ კარგ ხასიათზე შეუდგება თავის საქმიანობას. თუ თეატრი ამას ვერ ახერხებს, ესე იგი ის თეატრი არ ვარგა. თუ თეატრი ამას ახერხებს, მაშინ ეს თეატრი კარგია. რამდენად ვახერხებ ამას, ეს უნდა გითხრათ უკვე მაყურებელს. ეს შეკითხვა ჩემთან არ არის, მაგრამ ცდილობას არ ვაკრიბს. ყოველ საღამოს სხვადასხვა რაღაცას ვთავაზობ მაყურებელს. მაქვს ჯაზის საღამოები, მაქვს ტანგოს საღამოები, მაქვს რეჩიტატივი, საგასტროლოდ ჩამოსული ტიპები, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ენოვანი. ყველა ჯურის და ყველა მიმართულების ჟანრი არის ჩვენი ნათესავი. კოდიკა გამახსენდა. იმის დამთესავი არის ჩვენი ნათესავი. ჩვენ ადრე ვიყავით ძველ კინოსტუდიის ეზოში, სადაც ახლა თუმანიშვილის თეატრი არის და მაშინ ესე მოხდა, რომ ხანძარი გაჩნდა და დავიწვით და შემდეგ უკვე თბილისის მერიამ გამოგვიყო ეს ადგილი, აქ არაფერი არ იყო საერთოდ, მიწა იყო ჩვეულებრივი და მე კახა მიპოვე ეს ანგარი, რომელიც დაშლ მდგომარეობაში იყო და ვიყიდეთ და დავიწყეთ ამის აშენება. ეს ყველაფერი ჩვენი ხელით ავაშენეთ, ხან ხუმრობთ ხოლმე რომ ეს არის ხელნაკეთი თეატრი. იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია ხელით, მეგობრების დახმარებით, იმ წევრების, რომელიც თეატრში მუშაობენ, მსახიობების და ხან სასაცილოა ხოლმე ვიღაცას აი უცნობს რომ ეუბნები, რომ ჩვენი აშენებულია და ფიქრობენ რომ არტისტებმა რა უნდა ააშენონ და უსაფრთხოა მე კითხულობენ და ნუ ღვთისმსხალობით უსაფრთხოა ნამდვილად და მარტო სცენაზე, აი ესე სტატიურ სცენაზე არ ვთამაშობთ და ვთამაშობთ კედელზე, აი ესენიც სცენებია, აი ეს ორი ცალი კედელი, რასაც უყურებთ ეკრანის გვერდ-გვერდ და ნუ დანარჩენს ახლა თქვენ თვითონაც ხედავთ ეს თოკები სილამაზისთვის არ კიდია და იმისთვის კიდია რომ ყველაფერი ფუნქციონალურია ამ თეატრში. ვცდილობთ რომ რაღაცნაირად საცირკო სანახაობა მოვაწყოთ, იქიდან გამომდინარე რომ ფაქტიურად ქართული დასი ცირკის არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის თეატრი ცირკია თავისი შინაარსით, უბრალოდ აი რეპერტუარის აწყობის დროსაც, როდესაც ვაშენებდით თეატრს, მაშინ უკვე ლაპარაკობდით, რომ აი როგორი უნდა იყოს თეატრი. მაშინ უკვე ვამბობდით, რომ აი ჟანრობრივად უნდა იყოს სხვადასხვანაირი, რომ მაყურებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება, რაღაც აი ვიწრო პროფილით არ იყოს, რომ თქვათ მაგალითად მარტო პანტომიმა ან მარტო მუსიკალური მუსიკალი არის, ან დრამატული სპექტაკლებია მარტო. აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოვიცვათ. და თქვენ თუ ნახავთ ჩვენს მოქმედ რეპერტუარს ეხლა ხო, იქ არის მუსიკალური ალეგრიაც არის, საცირკო სანახაობაც არის, ილუზიონისტის წარმოდგენა გვაქვს, რომელიც საერთოდ არ არსებობს საქართველოში, აი ესე რომ თქვენ თეატრში მიხვიდეთ და ნახოთ. გვაქვს თანამედროვე ბალეტის სპექტაკლი. გარდა იმისა, რომ თქვათ ეს ავტორები, ვისაც დგავთ ხოლმე, კი არის, რომ თქვათ თანამედროვე ქართული ზღაპარი გავაკეთეთ, რომელიც ერთად დავწერეთ და ანუკა მურვანიძესთან ერთად ეს ბოდი არტი გავაკეთეთ. კოსტუმების გარეშე შეღებილი მსახიობები ითამაშობენ, თუმცა ვერ მიხვდებით, რომ თქვათ შიშვლები არიან. ნუ ეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო.
მე მგონია რომ მაყურებელი ყოველთვის მზად არის სიახლისთვის. თავი არის რომ თეატრმა ეს სიახლე მიაწოდოს. აქედან გამომდინარე მოსწონთ, იმიტომ რომ განსხვავებული არის. ჩვენი პარტერიც კი იქიდან გამომდინარე რომ მოძრაობის თეატრი ვართ, ჩვენი პარტერიც კი მოძრავი არის. აი სკამებიც კი რითაც ამ პარტერს ვაკეთებთ, არის ხელნაკეთი და როგორც გვინდა ისე ვირგებთ ხოლმე. ხანახან წრეზე ვაწყობთ პარტერს, ხანახან რკალად არის შემთხვევები, როდესაც აი კლასიკური პარტერი არის, რომ თქვა თქვენ აქეთ ზიხართ და წარმოდგენა იქით მიდის. მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს, რომ თქვენ იქით იჯდეთ და თქვა წარმოდგენა აქ იყოს. ერთი პერიოდი ფილმებს ვაჩვენებდით აი ამ ეკრანზე და ესე იყო, რომ მოდიოდით აქეთ იჯდეთ, იქით უყურებდით და იცით რა ლავირების საშუალებას იძლევა მაყურებლისთვისაც ახალი არის კი თავიდან ცოტა იბნევიან ხოლმე რომ შემოდიან ნუ ხდებიან რომ თლათ სტანდარტული არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ თავისუფლებას იძლევა იცით აი ეს არ არის აი რომ ჩაახველებთ ვიღაცა შენიშვნას მოგცემთ რომ ნუ ჩუმად იყავით აი ეს მომენტი არ არის თუმცა ხო არ უნდა ჩაახველოთ ეგეც არის რომ წარმოდგენას უყუროთ ბუნებრივია ამ ტიპის თეატრში შინაარს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს უფრო მეცაც გეტყვით თანამედროვე ევროპულ თეატრში უახლოეს პერიოდის თეატრს გულისხმობ აღარ არის მნიშვნელოვანი თვითონ დრამატულ თეატრშიც კი სიუჟეტის თანმიმდევრობა აღარ შეგვიძლია დაუწუნოთ სპექტაკლს ღირსება თუ სიუჟეტის თანმიმდევრობა არ არის და მოძრაობის თეატრისთვის ეს არის თანამდევი და თვითმყოფადი მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია ამ თეატრის მიზანია გადმოგცეს კონკრეტული ფიქრები, განწყობები და მდგომარეობა რაღაცა ეპიზოდი ადამიანის ერთი ცხოვრებიდან ან განწყობა ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც გამოიხატება რა თქმა უნდა პლასტიკაში. ამ თეატრში ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა იმდენად ექსპერიმენტულ გარემოშია ეს თეატრი, რომ აქ სცადეს დაედგათ არავერბალური სპექტაკლი, სადაც შინაარსიც იქნებოდა იმ დონეზე, როგორც თვითონ მოძრაობა. და სხვათა შორის წარმატებულათაც გამოვიდა რამდენიმე სპექტაკლი, მათ შორის იყო გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებების მიხედვით გაკეთებული სპექტაკლი. კლასიკასაც თამაშობს და რაღაცა ჩვენ გამოგონილ სისულელეებსაც და არის რომ რაღაცა არ ვიცი სპონტანურად იბადება. აი ხა ამ წუთში ვიწყებთ მუშაობას შექსპირის ქარიშხალზე, ჩემი შვილი აპირებს რომ დადგას. ჯერ გვაქვს პატარა უთანხმოება გვაქვს დეკორაციასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედია რომ შევთანხმდებით. მიუხედავად იმისა, რომ მამებისა და შვილების ეს გაუთავებელი ბრძოლა ჩემ შემთხვევაში მუშაობს და ალბათ არ გაჩერდება არასდროს. მაგრამ არ ვიცი რა, მე პირადად გაკეთებული მაქვს შექსპირის ჰამლეტი, რომეო და ჯულიეტა, გოეთეს ფაუსტი, რიჩარდ მესამე წერან მოგახსენეთ და ეს ყველაფერი უსიტყვოდ პლასტიკის ენაზე. მსახიობების ოჯახში დავიბადე და ძალიან კარგად ვიცი ხმა მათი ბუნება და აი როგორ წინით და როგორ უხარიათ აი კოსტუმს რაც შეეხება
ეხლა მსახიობს არაფრის უფლება არ აქვს იმ გაგებით, რომ ის ვერ აიჩევს, თქვა რა ფერის კოსტუმი უნდა ეცვას, საერთოდ როგორი კოსტუმი უნდა, შარვალი უნდა ეცვას თუ კაბა თუ არ ვიცი, რაღაც ხატვის ჩანაფიქი. ერთადერთი რამ რაც შეიძლება რომ მსახიობმა თქვას, რამდენად კომფორტულია მისთვის და რამდენად ხელს არ შეუშლის თამაში. აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხშირად არის ხოლმე რომ ეს ირღვევა რომ თქვა ხატვის ჩანაფიქრი ერთია, მაგრამ ნუ დისკომფორტს განიცდის მსახიობი, რომ აი ხელს ვერ აი ამაზე მაღლა ვერ წევს თქვა, ან ფეხს ვერ წევს ამაზე მაღლა და აქედან გამომდინარე ცოტა უფრო სპეციფიკური კოსტუმები იყერება ჩვენთან ნამდვილად. აქ არის მეორე სართულზე გვაქვს გარდერობი კოსტუმებისთვის. აქეთ მხარეს არის გოგონების კოსტუმები, ქალების, რომ ყველაფერი ერთად არ იყოს. ანუ შეგვიძლია შევიხედოთ შიგნით. ეს ნაწილი გამოტანილია, ვთქვათ, რაც მოქმედი სპექტაკლების არის. აქვე უკიდიათ ხოლმე, რომ სრაფად იპოვონ. ესეც მოქმედი სპექტაკლი არის. დანარჩენი ქალბატონების აქეთ არის მთლიანად. ჩვენ არ ვართ დიდი თეატრი, პატარა თეატრი ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვცდილობთ, რომ ცოტა ყველაფერი გქონდეს, რაც აუცილებლად საჭირო არის თეატრისათვის. და მეორე მხარეს უკვე არის კაცების გასახდელი და შესაბამისად კაცების კოსტუმები კიდია იქ. აქ არის სამკერვალო, სადაც იქნება ეს კოსტუმები. ეს მანიკენები ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ მანიკენები გვაქვს და გაჩუქებთო და მე ვკითხე, რამდენი ცალია თქო. ნუ ბევრიაო და რომ მივედი 1000 ცალი იყო და მაჩუქეს 1000 ცალი მანიკენი. რა თქმა უნდა 1000 ცალი არა გვაქვს ეხლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც დაგჭირდა დავიტოვეთ და ბევრმა იცის, რომ თავიდან რომ დავიწყეთ პირდაპირ ესეთ თეატრში არ მოხვედრილ ვართ და ჩვენ ქუჩა დავდიოდით, მთელი საქართველო მოვიარეთ, არ ვიცი რამდენჯერ და აქედან გამომდინარე ეს კარნავალებით დავდიოდით ხოლმე. ეს ჩვენი მოფიქრებული არ არის, რა თქმა უნდა, ცნობილი კარნავალები არსებობს მთელს პლანეტაზე, მაგრამ ესეც აი კარნავალის ერთ-ერთი ის არის კოსტუმი. წინა უბრალოდ ამ წელიწადს თბილისობაზე გავაკეთეთ, უტა ბექაია არის ესეთი მხატვარი, ნიუ-იორკში ცხოვრობს, ქართველი. და მან შექმნა ეს კოსტუმები, იყო ცხოველები იყვნენ, რაღაცა ძველი ქართული წარმართული ადათ-წესებიდან გამომდინარე, გააკეთა ძალიან დიდი კარნავალი, 45 კაცი ვიყავით და ეს აქედან დავიწყე და ჩავიარეთ რიყის პარკში ჩავედით, იქ იყო მე უკვე თბილისობის რაღაც ღონისძიებები სხვა. ეს არის ზუსტად ეს კოსტუმი.